ცხოვრების საუკეთესო მომენტების აღბეჭდას ადამიანები ფოტოების მეშვეობით ახერხებენ, მაგრამ ჩვენ ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ ერთი შეხედვით უბრალო ფოტოების უკანაც კი შესაძლოა წარმოუდგენელი მოვლენები იმალებოდეს. ამ ეპიზოდში იმ ფოტოების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც შემზარავი ისტორია აქვთ. ოდესმე რაიმე შოკის მომგვრელი გინახავთ, აი მაკვილკინებმა კი ნამდვილად ნახეს. 18 წლის მაიკლი, 15 წლის მერი და 12 წლის შონი 1975 წლის 20 აგვისტოს კალიფორნიაში მდებარე სეკუოიას ეროვნულ პარკში სეირნობდნენ. ერთ მომენტში ის მწვერვალზე ამოუხსნელი რამ მოხდა. მათი თმა დაიმუხტა და მაიკლის თითზე ბეჭედმა უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. მოზარდებმა ამ მომენტის ფოტოზე დაფიქსირება გადაწყვიტეს. თუმცა მათი გართობა მაშინ დასრულდა, როდესაც ამინდი მოულოდნელად შეიცვალა და სიტყვა წამოვიდა. მოზარდები მთიდან ჩამოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ მომენტში ცა განათდა და აფეთქების ხმა გაისმა. ამის შემდეგ მათ იგრძნეს თუ როგორ ავარდნენ ისინი ჰაერში. შემდეგი, რაც მაიკლს ახსოვდა, ის იყო, რომ თვალის გახელის შემდეგ მან მის გვერდით შონი დაინახა, რომლის სხეულიდანაც კვამლი ამოდიოდა. მაიკლმა უმცროსი ძმის ზურგზე გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ჩააქრო და მას პულსი შეუმოწმა. საბედნიეროდ, შონი ცოცხალი იყო. როგორც გაირკვა, ძმებს სამმაგი მეხი დაეცათ. მერი კი ამ მოვლენას სასწაულებრივად გადაურჩა. მაიკლმა ძმა მთიდან ჩამოიყვანა და როდესაც ექიმები მოვიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ შონს მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. ის გამოჯამრთელდა, მაგრამ იმ დღეს ყველას ასე არ გაუმართლა. მთაზე კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომლისთვისაც მეხის აბედისწერო აღმოჩნდა. ახლა ძმების უცნაური ფოტო ჭექა ქუხილის დროს უსაფრთხოების წესების სწავლების დროს გამოიყენება. უცნაური მოვლენების მიზეზი კი ის იყო, რომ მეხის ჩამოვარდნამდე ატმოსფეროში სტატიკური ელექტროენერგია წარმოიქმნა. ასე რომ თუ რაღაც მომენტში თქვენი თმა ყალყზე დადგება, უმჯობესია თავშესაფარი სასწრაფოდ მოძებნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ლამაზია, ის შესაძლოა საშიშიც კი იყოს. ამ ფაქტის ნათელ მაგალითს 22 წლის სტუდენტის დარშ პატელის ისტორია წარმოადგენს, რომელმაც 2014 წლის 21 სექტემბერს ლაშქრობაში წასვლა გადაწყვიტა. ის და მისი 4 მეგობარი ნიუ-ჯერსიში მდებარე დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ. მალევე მათ ტყეში 136 კილოგრამიანი შავი დათვი დაინახეს. პატელი იმდენად აღაფრთოვანა ამ მოვლენამ, რომ ის ფოტოს გადასაღებად გაჩერდა. შავი დათვები, როგორც წესი, ადამიანების მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ადვილად ბრაზდებიან. კამერის ნათებით გაღიზიანებულმა დათვმა მეგობრებზე თავდასხმა გადაწყვიტა. ამიტომაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. უკანასკნელად, როდესაც მეგობრებმა პატელი დაინახეს, ის დათვისგან გაქცევას და კლდეზე ასვლას ცდილობდა. მოგვიანებით, მეგობრებმა ერთმანეთი მოძებნეს, მაგრამ პატელი არსად ჩანდა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ მისი ცხედარი აღმოაჩინა. ცხედართან ახლოს დათვი ტრიალებდა, ამიტომაც პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მიწაზე მათ სტუდენტის დამტვრეული ტელეფონი იპოვეს, რომელშიც პატელის მიერ გადაღებული დათვთან შეხვედრის კადრი იყო აღბეჭდილი. შავდათვებს 50 კმ/სთ სიჩქარით სირბილი შეუძლიათ, ადამიანებს კი მხოლოდ და მხოლოდ 13-ით, ასე რომ ბიჭს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ნიაგარას ჩანჩქერს ყოველწლიურად 12 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტურისტების დიდი რაოდენობის გამო იქ კარგი ფოტოს გადაღება საკმაოდ რთულია. ამიტომაც ერთმა გოგონამ საუკეთესო კადრების დასაფიქსირებლად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. 2011 წლის 14 აგვისტოს ანდრეა სმიტი და ჯეისონ უოტსონი ყველა დანარჩენის მსგავსად ნიაგარას ჩანჩქერის სიახლოვეს ფოტოებს იღებდნენ და როდესაც ამ ფოტოს შეხედავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ მასში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. ხედავთ ქალს წითელ სვიტერში. ეს იანო ტაკუმასუა, იაპონელი სტუდენტი, რომელიც ტორონტოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა. ამ ფოტოზე კი მისი ცხოვრების უკანასკნელი წამები აღბეჭდილი. ფოტოს გადაღებიდან მალევე გოგონა დამცავი ღობის მეორე მხარეს გადავიდა, რათა მას ლამაზი ფოტო გადაიღო, მაგრამ როდესაც ის ღობეზე გადმოდიოდა, მას ფეხი დაუსხლტა და მდინარეში ჩავარდა, რის შემდეგაც ის ჩანჩქერიდან გადავარდა. ფოტო კი წყვილისთვის ყველაზე საშინელ მოგონებად იქცა. 1850 წლიდან დაწყებული ჩანჩქერში დაახლოებით 5000 ადამიანი ჩავარდა და აქედან მხოლოდ 16 გადარჩა. იაპონელი სტუდენტის ისტორია კი ნათლად გვიჩვენებს, რომ ფოტოს გადაღება სიცოცხლის რისკის ფასად ნამდვილად არ ღირს. 1998 წლის 15 აგვისტოს ირლანდიის ქალაქ ომაში ესპანელმა გონსალო კოვედამ და ბავშვმა, რომლის სახელიც უცნობია, წითელი მანქანის გვერდით ფოტო გადაიღეს. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ტრაგედიასთან, მაგრამ უმჯობესია ყველაფერი თავიდან მოგიყვეთ. 1970-იანი წლებიდან 1998 წლამდე ჩრდილოეთ ირლანდია კონფლიქტის ზონად იქცა. ერთ მხარეს ლოიალისტები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენილიყო. მეორე მხარეს კი რესპუბლიკელები და ნაციონალისტები, რომელთა მთავარი მოთხოვნაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება იყო. ამ რთულ პერიოდში დაახლოებით 3600 ადამიანი დაიღუპა და 30000-ზე მეტი დაშავდა. ჩანდა, რომ კონფლიქტი საბოლოოდ 1998 წლის 10 აპრილს დადებული ურთიერთშეთანხმებით უნდა დასრულებულიყო. ჩრდილოეთ ირლანდიამ დამოუკიდებლობა ვერ მოიპოვა, მაგრამ მას დეცენტრალიზირებული ხელისუფლება ეყოლებოდა, ხოლო მოქალაქეებს შეეძლოთ
თავი ბრიტანელებად ან ირლანდიელებად ეღიარებინათ. თუმცა ზოგიერთ ადამიანს ასეთი გადაწყვეტილება არ მოსწონდა და მათ შეთანხმების შეჩერება სურდათ. ამ დროს ქალაქ ომაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ბომბის აფეთქებას აპირებდა. შეშინებული ადამიანები ქუჩებში იმის იმედით გამოვიდნენ, რომ გარეთ ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ. გახსოვთ ის წითელი მანქანა? 15 საათსა და 10 წუთზე ის აფეთქდა. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 220 დაშავდა. ეს ამ პერიოდში მომხდარი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა იყო. საინტერესოა, რომ კოვიდა და ბავშვი აფეთქებას გადაურჩნენ, ხოლო მათი კამერა მოგვიანებით პოლიციამ ნანგრევებში იპოვა. 3 დღის შემდეგ ნაციონალისტურმა ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ ამ შემთხვევას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. პოლიტიკოსები ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის დასამყარებლად გაერთიანდნენ. 2025 წლის 28 იანვარს ამ თავდასხმის გამოძიება საბოლოოდ დაიწყო. ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში განაჩენი გამოტანილი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა. 1976 წელს პარანორმალური მოვლენების ექსპერტები ნიუ-იორკის ამიტივილში Ocean Avenue-ზე მდებარე სახლში იმყოფებოდნენ. სახლში ყოფნისას მათმა ფოტოგრაფმა ეს ცნობილი ფოტო გადაიღო. კაცი ამტკიცებდა, რომ იქ სხვა არავინ იმყოფებოდა, ხოლო ფოტო ნამდვილი იყო. მაგრამ იმის გასაგებად, თუ რა უნდათ სახლში პარანორმალური მოვლენების ექსპერტებს, უმჯობესია 1 წლით ადრე მომხდარი მოვლენების შესახებ მოგიყვეთ. 1975 წლის 18 დეკემბერს ჯორჯმა და კეტი ლუცებმა სახლი $80,000 შეიძინეს და იქ საცხოვრებლად სამშვილთან ერთად გადავიდნენ. თუმცა მომდევნო 28 დღის განმავლობაში მათ თავს უცნაური ამბები ხდებოდა. კარები თავისით იკეტებოდა. ანთებული ბუხრის მიუხედავად სახლში მუდმივად ციოდა, ხოლო კედლებიდან მწვანე ლორწო იღვრებოდა. ჯორჯის თქმით, ერთხელ გაღვიძებისას მან დაინახა, რომ მისი ცოლი ჰაერში იყო აწეული. მან ასევე განაცხადა, რომ ფანჯარაში იმ ამოუცნობ ფიგურას ხედავდა, რომელსაც წითელი თვალები ჰქონდა. ამ ყველაფრის გამო ოჯახმა ერთ-ერთ მღვდელს სახლის კურთხევა სთხოვა, მაგრამ როდესაც მღვდელი თავის საქმეს იწყებდა, ვიღაცამ ყვირილი დაიწყო. მღვდლის თქმით, სახლში ეშმაკი ბუდობდა. მათი მოთმინება მალევე ამოიწურა და 1976 წლის 14 იანვარს ოჯახმა სახლი დატოვა. ლუცების ისტორია მთელმა ამერიკამ შეიტყო. 1977 წელს მის შესახებ წიგნი დაიწერა. მოგვიანებით კი რამდენიმე ფილმი გადაიღეს. ბუნებრივია, რომ სახლი პარანორმალური მოვლენების მოყვარულებს იზიდავდა. ამიტომაც ერთ დღეს სახლში შესულმა ფოტოგრაფმა ჯინ კემბელმა მეორე სართულზე ჩრდილში რაღაც შენიშნა. ინფრაწითელი კამერის გამოყენებით მან დააფიქსირა ბიჭის სილუეტი, რომელიც ფიზიკურად იქ არ იყო. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 1973 წლის 13 ნოემბერს ამ სახლში მცხოვრებმა 23 წლის რონალდ დეფეო უმცროსმა ოჯახის ყველა წევრი სწორედ იმ მომენტში ამოხოცა, როდესაც მათ ეძინათ. ამიტომაც შეიძინეს ლუცებმა სახლი ასე იაფათ. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფოტოზე დამნაშავის შვილის ჯონ დეფეოს მოჩვენებაა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდ დეფეოს დანაშაული რეალურია, ლუცების ისტორია და ეს ცნობილი ფოტო ნაკლებად დამაჯერებელია. სახლის არც ერთ სხვა მცხოვრებს რაიმე უცნაური არ შეუნიშნავთ. 1979 წელს კი ლუცების ყოფილმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ ეს ისტორია უბრალოდ გამოიგონეს. რაც შეეხება ფოტოს, სკეპტიკოსები თვლიან, რომ კადრში პარანორმალური მოვლენების ექსპერტი პოლ ბარტსი ჩანს. მისი წითელი თვალების მიზეზი კი ინფრაწითელი ნათებაა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ინფლუენსერები ყურადღების მიქცევას მუდმივად ცდილობენ, თუმცა ზოგიერთი პოპულარობისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. მაგალითად, 28 წლის ბლოგერმა ჯეიმს სპიდროზამ წუთიერი აღიარების გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. სპიდროზა თავგადასავლების მოყვარული იყო. ის პარაშუტით ხტებოდა, მოტოციკლით სეირნობდა და წვეულებებს მართავდა. ჯეიმსი ლას-ვეგასის ღამის კლუბ მირაში წამყვანად მუშაობდა და მან ერთხელ გადაწყვიტა, რომ იქ მეგობრებიც წაიყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ მეგობრებს მანქანები არ ჰყავდათ, მათ გაფრენა გადაწყვიტეს. პილოტის ფუნქციები კი ჯეიმსს უნდა შეესრულებინა. ცოტა ხნით ადრე, 2017 წლის ოქტომბერში, მან თვითმფრინავის მართვის სწავლა დაიწყო. 2018 წლის თებერვალში კი საკუთარი თვითმფრინავი იყიდა. ეს ფოტო 2018 წლის 7 მარტს მისი პირველი წარმატებული ფრენის შემდეგაა გადაღებული. 9 აპრილს მაიკლმა გადაწყვიტა, რომ ის ლას-ვეგასში პროფესიონალ მფრინავ ერიკ ვალენტოსთან ერთად გაფრენილიყო. მათთან ერთად თვითმფრინავში 4 ინფლუენსერი იმყოფებოდა. აფრენამდე მაიკლმა ვიდეო გამოაქვეყნა. ეს ვიდეო უკანასკნელია, რასაც მის აკაუნტზე ნახავთ. აფრენიდან 70 წამის შემდეგ თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. მფრინავებმა მასზე კონტროლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ამიტომაც თვითმფრინავი გოლფის მოედანზე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ ყველა მათგანი დაიღუპა. უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ ტრაგედიის მიზეზი მაიკლის გამოუცდელობა გახდა, რადგანაც მან თვითმფრინავის მართვის სწავლა ამ შემთხვევამდე მხოლოდ 5 თვით ადრე დაიწყო. გარდა ამისა, გაკვეთის შემდეგ მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. უამრავი მედია საშუალება ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ ამ ფაქტს უთმობდა. სინამდვილეში, მას აკრძალული პრეპარატები ფრენის წინა დღეს ჰქონდა მიღებული. ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე ავიადისპეჩერები მაიკლს დაუკავშირდნენ. Community 56 Papa experiencing any difficulty? We're good. We're just training on the 5.
მისი 7 ტონი გვაფიქრებინებს, რომ მან საფრთხის შესახებ არაფერი იცოდა. უამრავი თეორიის შემდეგ 2020 წელს სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ დაასკვნა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ზედმეტი წონა გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბორტზე დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თვითმფრინავის სიმძიმის ცენტრი 5 სანტიმეტრით უკან გადაიწია, რამაც ფრენის დროს არასტაბილურობა გამოიწვია. აფრენის შემდეგ თვითმფრინავმა სიჩქარის შენარჩუნება ვერ შეძლო და ჩამოვარდა. გარდა ამისა, ნამსხვრევებში ცილინდრის სარქველის გატეხილი ზამბარაც იპოვეს, რომელიც ჩამოვარდნამდე გაფუჭებული იყო, ასე რომ ამ ადამიანების გადარჩენის შანსი თავიდანვე საკმაოდ მცირე იყო. 2014 წელს Reddit-ზე ხორვატიის მთიან რეგიონში გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა. ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივ ფოტოს ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, უცნობ ფიგურას დაინახავთ. მეგობრები ამტკიცებენ, რომ წესით მათთან ერთად ტყეში არავინ უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით ფოტო შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ის ფოტოშოპით დამუშავებული არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნისლში ვიღაც ნამდვილად იმალებოდა. სამწუხაროდ, ამ ფოტოს შესახებ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, რადგანაც ფოტოს ავტორმა საკუთარი ანგარიში წაშალა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ის გაყალბებული იყოს. კადრი მეგობრების ჩვეულებრივი ფოტოსთვის ზედმეტად პროფესიონალურად გამოიყურება. თითქოს ავტორს სურდა, რომ უცნობი ყველას შეემჩნია. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ საინტერესო ფოტოზე, რომელიც Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. თითქოს ეს უბრალოდ ძველი სახლია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ კარის სახელურზე მავთულია შემოხვეული, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზზეა შეერთებული. გამოდის, რომ თუ ვინმე კარის გაღებას შეეცდებოდა, მას ტენი დაარტყამდა, მაგრამ რაში დასჭირდებოდა ვინმე სხვა ადამიანისთვის მახის დაგება. შესაძლოა, სახლში რაღაც საეჭვო იყოს, მაგალითად ისეთი საიდუმლო ლაბორატორია, როგორც მძიმე დანაშაულშია ნაჩვენები. 1945 წელს დაბადებულმა დენის რეიდერმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტაში გაატარა. ადამიანთა უმეტესობისთვის ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც სკაუტების რაზმს ხელმძღვანელობდა და ეკლესიის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა. თუმცა 2005 წელს პოლიციის მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა ფოტო იპოვეს, რომელზეც ჩანდა თუ როგორ ასრულებდა რეიდერი უცნაურ რიტუალს, მაგრამ საინტერესოა თუ რატომ გადაწყვიტა პოლიციამ მოულოდნელად მისი სახლის შემოწმება. 1974 წლიდან 1991 წლამდე ვიჩიტაში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პირველი დანაშაულიდან 9 თვის შემდეგ 1974 წლის ოქტომბერში უცნობმა მკვლელმა ბიბლიოთეკის წიგნში წერილი დატოვა, სადაც ის დანაშაულს აღიარებდა და ამბობდა, რომ ის გაჩერებას არ აპირებდა. შემდგომ წერილებში ის პოლიციას დასცინოდა და მათ თავის დანაშაულებს დეტალურად უღწერდა. 2000-იანი წლებისთვის გამოძიება ჩიხში შევიდა. ამ დროს კი დამნაშავე საშინელებების ჩადენას ისევ აგრძელებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან მალევე მოიწყინა. ამიტომაც დამნაშავემ პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის ადგილიდან აღებული ნივთების გაგზავნა დაიწყო. მან პოლიციას წერილიც კი მისწერა, სადაც იკითხა, შეეძლოთ თუ არა მისი ადგილსამყოფელის დადგენა იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციას დისკეტას გაუგზავნიდა. გამომძიებლებმა პასუხი ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი აღმოჩნდა, მაგრამ დამნაშავემ ეს ტყუილი დაიჯერა. 2005 წელს მან ადგილობრივ საინფორმაციო არხს დისკის შემცველი პაკეტი გაუგზავნა, რომელიც მალევე პოლიციის ხელში აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, დამნაშავე პოლიციის დაცინვას კვლავ აგრძელებდა, მაგრამ დისკის მეტამონაცემების შემოწმების შემდეგ პოლიციამ წაშლილი ფაილი აღმოაჩინა. ფაილში ლუთერანული ეკლესიის საბჭოსგან რიგი იყო მითითებული, რომელიც მომხმარებელმა სახელად დენისმა შეინახა. Google-ში სწრაფი ძიების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარე ვინმე დენის რეიდერი იყო. 2005 წლის 25 თებერვალს ის დააპატიმრეს. ჩხრეკის დროს პოლიციამ უამრავი მტკიცებულება აღმოაჩინა, რომელთა შორისაც ეს ფოტოც იყო. აღმოჩნდა, რომ რეიდერი სხვადასხვა სასტუმროს ნომრებს ქირაობდა და იქ იმ ტანსაცმელს იცვამდა, რომლებიც მის მსხვერპლ ქალებს ეკუთვნოდათ. დაპატიმრების შემდეგ 59 წლის მანიაკი კანზასის ციხეში გაგზავნეს, სადაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.